დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინაში რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ მშვიდობის შესანარჩუნებლად ჯარებს გააგზავნიან. უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებში სხვა ევროპელი მოკავშირეებიც ჩაერთვებიან. პარიზში გუშინ ხელმოწერილი დეკლარაციის მიხედვით უკრაინის დასავლელი მოკავშირეები უსაფრთხოების ძირითად გარანტიებზე შეთანხმდნენ, მათ შორის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით მონიტორინგის მექანიზმზე და ევროპულ მრავალეროვნულ ძალებზე, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ განლაგდებიან. საფრანგეთის დედაქალაქში სამიტი, ეგრეთ წოდებული სურვილთა კოალიციის ფარგლებში გაიმართა, რომელშიც კიევი და მისი მოკავშირეები შედიან. მოლაპარაკებებს 35 ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ასევე ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე. დეკლარაციაზე ხელმოწერის ცერემონიალის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ფრიდრიხ მერცმა, ემანუელ მაკრონმა და კირ სტარმერმა. პრესკონფერენციას შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეცწარმომადგენლები სტივენ უიტკოფი და ჯერედ კუშნერიც ესწრებოდნენ, რომლებმაც ასევე მოაწერეს ხელი პარიზის დეკლარაციას. სამიტის ორგანიზატორმა მაკრონმა განაცხადა, რომ სურვილთა კოალიციის წევრებმა ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით უკრაინას იურიდიულად სავალდებულო უსაფრთხოების გარანტიები უნდა მისცენ. მისივე თქმით, ეს უნდა ნიშნავდეს, რომ სამშვიდობო შეთანხმება უკრაინისთვის ახალ საფრთხედ არასდროს გადაიქცევა. მაკრონმა ასევე გაიხსენა, რომ წარსულში რუსეთს არაერთხელ დაურღვევია სამშვიდობო შეთანხმებები, მათ შორის საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან. ბოლო 15 წლის განმავლობაში რუსეთის მიერ ხელმოწერილი ყველა სამშვიდობო შეთანხმება დაირღვა მოლდოვაში, საქართველოში და უკრაინაში. ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩვენ გვჭირდება მშვიდობის მყარი გარანტიები. რუსეთის შესაძლო აგრესიის წინააღმდეგ თავდაცვის პირველი ხაზი იქნება უკრაინის შეიარაღებული ძალები. ომის დასრულების შემდეგ უკრაინის არმიის რიცხოვნობა 7,000 მიაღწევს, ხოლო დასავლელმა პარტნიორებმა მისი მხარდაჭერა უკვე გადაწყვიტეს. სურვილთა კოალიციის ქვეყნებიდან უცხოური ძალები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შესრულების უზრუნველსაყოფად ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაზე განთავსდებიან. ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს უკრაინაში მშვიდობის დამყარებას სურს და განაცხადა, რომ მისი მისია სამშვიდობო პროცესში შუამავლობა. მისივე თქმით, როცა უკრაინაში ომი დასრულდება, ეს სამუდამოდ მოხდება. We think we're largely finished with security protocols. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უსაფრთხოების პროტოკოლებზე მუშაობა ძირითადად დასრულებულია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რათა უკრაინელმა ხალხმა იცოდეს, რომ როცა ეს ომი დასრულდება, ეს სამუდამოდ დასრულდება. ამასთანავე კრიტიკულად მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ ძალიან ახლოს ვართ იმგვარი ძლიერი კეთილდღეობის შეთანხმების დასრულებასთან, რომლის მსგავსი კონფლიქტების შემდეგ ძალიან ცოტა ქვეყანას უნახავს. ეს მისწრაფებების დონეზე ნიშნავს დიდ შესაძლებლობებს უკრაინელი ხალხისთვის, მათთვის, ვინც ომიდან ბრუნდება და ვინც იქ შესანიშნავ სამუშაო ადგილებს იპოვეს. ჩვენ გვჯერა, რომ ძლიერი ეკონომიკა პირდაპირ კავშირშია და ერთად მუშაობს ამ უსაფრთხოების პროტოკოლებთან. ეს უკრაინას ხდის ძლიერ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და ვფიქრობთ, რომ ეს მისი გრძელვადიანი მომავლისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. მოვისმინეთ პრეზიდენტ ზელენსკისა და აქ მყოფი სხვა ადამიანების პოზიცია ტერიტორიასთან დაკავშირებულ ვარიანტებზე. ეს იქნება ყველაზე კრიტიკული საკითხი და ჩვენ გავაგრძელებთ ამ თემაზე დისკუსიებს და იმედია, ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული კომპრომისების მიღწევა შევძლებთ. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განმარტა, რომ მათი გადაწყვეტილება უკრაინის ტერიტორიაზე ბრიტანული, ფრანგული და პარტნიორი ძალების მოქმედების იურიდიული დასაბუთებისთვის ხსნის გზას. The purpose of the coalition of the willing სურვილთა კოალიციის მიზანი არის ხანგრძლივი მშვიდობის მიახლოებაში დახმარება და ამერიკის შეერთებულ შტატებთან მუშაობა გრძელვადიანად უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებისთვის. ეს მუშაობა ახლა უფრო წინ არის წაწეული ვიდრე ოდესმე. სურვილთა კოალიციის მიზანი არის ხანგრძლივი მშვიდობის მიახლოებაში დახმარება და ამერიკის შეერთებულ შტატებთან მუშაობა გრძელვადიანად უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებისთვის. ეს მუშაობა ახლა უფრო წინ არის წაწეული ვიდრე ოდესმე. დღევანდელმა ერთობლივმა დეკლარაციამ ეს ნათელი ტერმინებით გამოაცხადა. ამასთან ერთად პრეზიდენტ ზელენსკისთან და პრეზიდენტ მაკრონთან ერთად დღეს უფრო შორს წავედით. დეკლარაცია მოაწერეთ ხელი სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში უკრაინაში ძალების განლაგების თაობაზე. ეს გზას კაფავს სამართლებრივი ჩარჩოებისთვის, რომლის ფარგლებშიც ბრიტანული, ფრანგული და პარტნიორი ძალები შეძლებენ უკრაინულ მიწაზე ოპერირებას, უკრაინული ცისა და ზღვების უსაფრთხოების უზრუნველყოფას და სამომავლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების რეგენერირებას. დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინის მასშტაბით სამხედრო ჰაბებს შექმნიან და დაცულ ადგილებს ააშენებენ იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობისთვის. ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღიარა, რომ ტერიტორიული საკითხი, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის გზაზე მთავარი დაბრკოლება კვლავ გადაუჭრელია. მან აღნიშნა, რომ უკრაინა მზად არის ამერიკის შეერთებულ შტატებთან უსაფრთხოების გარანტიების შეთანხმების ხელმოსაწერად, თუმცა კითხვები ჯერ კიდევ რჩება. Важливо, що сьогодні є ґрунтовні документи. მნიშვნელოვანია, რომ კოალიციას ამჟამად აქვს არცებითი დოკუმენტები, კოალიციის ყველა ქვეყნის ერთობლივი დეკლარაცია და საფრანგეთის გაერთიანებული სამეფოს და უკრაინის სამხრივი დეკლარაცია. ეს დოკუმენტები არსებობს და ისინი მიანიშნებს, თუ რამდენად სერიოზულად არიან მზად როგორც ევროპა, ასევე მთელი ნების კოალიცია რეალური უსაფრთხოებისთვის იმუშაონ. ამ დოკუმენტების მეშვეობით ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენ შემდგომ სამართლებრივ მუშაობას ქვეყნებში, პარლამენტებთან, რათა იმ მომენტში, როდესაც დიპლომატია წარმატებით დაასრულებს ომს, ჩვენ სრული მზადყოფნა გვექნება კოალიციის ძალების განლაგებისთვის.
დადგინდა, რომელი ქვეყნები არიან მზად აიღონ ლიდერობა უსაფრთხოების გარანტიების კონკრეტულ ელემენტებში, ხმელეთზე, ჰაერში, ზღვაზე და აღდგენის პროცესში. დადგინდა რა ძალებია საჭირო, დადგინდა თუ როგორ იმართება ეს ძალები და რა დონეზე იმოქმედებს სარდლობა. ასევე უნდა განისაზღვროს თუ როგორ იმუშავებს მონიტორინგი. აბსოლუტურად ნათელი უნდა იყოს თუ როგორ შენარჩუნდება დაფინანსება. უკრაინის არმიის შესაბამისი რაოდენობა და ზომა. დღეს ცალკე განვიხილე ეს საკითხი და ჩვენ მას ძირითად ელემენტად მივიჩნევთ. ჩვენი უკრაინული ძალა და ჩვენი არმიის საფუძველზე ყველა სხვა კომპონენტი ეფექტურად იფუნქციონირებს. პარიზის დეკლარაციის მიხედვით, რომელიც სამიტის მთავარი შედეგი გახდა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ცეცხლის შეწყვეტის მომავალი რეჟიმის შესრულებას უნდა გაუწიოს მონიტორინგი. მსურველთა კოალიციის წევრებმა ასევე გადაწყვიტეს უკრაინის შეერაღებული ძალების მხარდაჭერა გააგრძელონ და ქვეყნის გრძელვადიანი თავდაცვითი განვითარების ვალდებულებაც აიღეს. ამერიკის შეერთებული შტატები უნდა კოორდინირებდეს ცეცხლის შეწყვეტის მომავალი რეჟიმის შესრულების მონიტორინგს. შეიქმნება სპეციალური კომისიაც, რომელიც რეაგირებას მოახდენს ნებისმიერ დარღვევაზე და დაადგენს პასუხისმგებელ მხარეს. მსურველთა კოალიციის წევრებმა გადაწყვიტეს გააგრძელონ უკრაინის შეერაღებული ძალების მხარდაჭერა, რომლებიც რუსეთის მხრიდან ახალი აგრესიის აღკვეთის პირველ ხაზს უნდა წარმოადგენდნენ. ეს მოიცავს უკრაინის არმიის დაფინანსებას, იარაღის მიწოდებას და გამაგრებითი ნაგებობების მშენებლობაში დახმარებას. უკრაინაში მრავალეროვნული ძალების გაგზავნა, რომლებიც მსურველთა კოალიციის წევრების დაკომპლექტება. მათი ამოცანა იქნება უკრაინული არმიის აღდგენის დახმარება და შეკავების ხელშეწყობა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ჩატარდება კოორდინირებული სამხედრო დაგეგმვა საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ასევე უკრაინის შეერაღებული ძალების აღსადგენად. ეს ძალები უკრაინაში მხოლოდ საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ გაიგზავნება და მათ შესაძლოა ამერიკის შეერთებული შტატებიც დაეხმაროს. დეკლარაციაზე ხელმომწერი ქვეყნები მომავალში საბოლოოდ დააზუსტებენ ასეთ ვალდებულებებს, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს სამხედრო შესაძლებლობების გამოყენებას, სადაზვერვო და ლოჯისტიკურ მხარდაჭერას, დიპლომატიურ ინიციატივებს და დამატებითი სანქციების დაწესებას. უკრაინასთან გრძელვადიანი თავდაცვითი თანამშრომლობის განვითარების ვალდებულება, რაც მოიცავს სამხედროების მომზადებას, იარაღის ერთობლივ წარმოებას და სადაზვერვო თანამშრომლობას. კიევი უკვე დიდი ხანია ამტკიცებს, რომ ნატოს ურთიერთდაცვის შეთანხმების მსგავსი იმ გარანტიების გარეშე, რომლებიც რუსეთის შემდგომი თავდასხმისაგან შეკავებას შეუწყობდა ხელს, უსაფრთხოდ ვერ იქნება. მოსკოვს სურს, რომ ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება სამხედრო ალიანსებში უკრაინის გაერთიანებას გამორიცხავდეს. ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ადრე ჩამოთვლილ გარანტიებს შორის იყო უკრაინის შეერაღებული ძალების 800,000 კაციანი შემადგენლობის შენარჩუნება, უკრაინის ევროკავშირში წევრობა და კიევის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ცაში, ხმელეთზე და ზღვაზე. გარდა ამისა, უკრაინას შეერთებული შტატებისაგან იურიდიულად სავალდებულო, მათ შორის კონგრესის მიერ დამტკიცებულ უსაფრთხოების ვალდებულებებს ითხოვს.